თუ კი არ გაქვს ხევსურეთი შემოდგომით ნახული, ნახე. გამარჯობა იმყოფებით დათვი ჯვარზე 27 სექტემბერია ჯვართ ამაღლება და მივდივართ შატილი მუცა მოვიყიდეთ ძალიან ცივ არის ნისლი მოკლედ შემოდგომა სასწაული ფერები დაგვახვედრა ულამაზესი არის ამ სეზონზე ვართ პირველად და რა ვიცი, იმედია დაბლა უფრო უკეთესი ტემპერატურა იქნება. მოიგე. ლაპარაკე. ალომზი ესეთი გადაწყვეტილებული. ამდენი ფერი თუ იქნებოდა არ მეგონა. ყველა მოსახვევი ერთმანეთს ამაზე იყო და თან რაღაცნაირად ახლოს რომ მოდიხარ, უფრო და უფრო ახლოს მიდიხარ. დღეებთან ძალიან ლამაზად ჩანს ყველაფერი. ძალიან ცივა თორე დანარჩენი ყველაფრით ყოფილები ვართ უბრალოდ ის ვერ გავითვალისწინეთ რომ კურთხები უნდა წამოგვეყო. წავედით. მიუხედავად იმისა რომ გაყინულები გადავეშვით შატილის მიმართულებით, გზად ყველაფერი მაინც ძალიან თბილი იყო. ბევრჯერ მინახავს, მაგრამ სოფელში შესვლისას ყოველ ჯერზე მაინც პირვანდელი ემოციით ველოდები კოშკების გამოჩენას. შატილის სოფელია მდინარე არღუნის ნაპირზე. კლდეზე შეფენილი საცხოვრებელი ციხე-სიმაგრეა, რომელიც ზღვის დონიდან 1400 მეტრზე მდებარეობს. გზას რაც შეეხება, კარგი ქვია გრუნტიანის ყოლობაზე. ანუ მაღალი გამავლობის მანქანის აუცილებლობა არ არის. ასფალტს კიდევ აქ ალბათ მაინც არ აგვიაუღია.
ამოვედით შატილში. Დავიანად. წვიმანარევი თოვია. ამაზე წვიმს. ზეპირსი მას, როგორც ვთქვით. Давай сальгаш. Კი, აქ შეგიძლია. შეხედე ის. შატილიდან სოფელ ანატორისკენ დავიწერით. მიმავალ გზაზე გზიდან მარცხნივ ყურადღებას იქცევს მთის რელიეფი, რომელიც რაღაცნაირად თავის თავში აერთიანებს შატილის დიდებულებას, ანატორის ისტორიის სიმძიმესა და იქაური ხალხის სიდიადეს. მოვედით ანატორის აკლდამებთან, რომელიც ძალიან ისტორიული ადგილი არის. აბა მოგვიყევი რა ხდება მან. ჩაგვაბარია და წაიკი. გისმენდი დათო. შავი ჭირის დღეს მოდიოთ. დავაჭერე. და მარტო შატილის ზოი მეცადინა. შენ აი მეცადინა. ეს ანატორის აკლდამებია. გადმოცემის მიხედვით, ჟამიანობის დროს შავი ჭირი მოსდებია სოფელს. დაავადება მთელს ხევსურეთში რომ არ გავრცელებულიყო, თავადვე აუგიათ აკლდამები, სადაც თავისი ფეხით მიდიოდა დაავადებული, წვებოდა და ელოდებოდა სიკვდილს. შემოდგომა მუცოსკენ დავიწერით. ესე იგი ავდივართ მუცოსკენ. ძალიან მოგშვი და აი ხანი გზაში ვართ, ხუთსაც დაიწყო. არ გვიჭამია, არც წყალი არ დავილევია. და ეხლა გზად გავიყავთ აი ესეთი გემრიელი ლობიანი. თამარით გაკეთებული. ცოტა ენერგიას მოგცემს. აი, ზემოთ მოვიდეთ. თამარი უკვე ნიხევს. პირიქით რო განახოთ. ესე გამოიყურება. იქეთ არის აკლდამები. აბა, ნახება, დატრიალდეთ შევხედოთ. ხარ გამეღალეთ. ამე არა. შენ? აი, თავიდან მიდაღიელი იყო. ვაიმე. რა? ეგრე ვიგიყურე. გული გამიჩერდება.
მაღალზე ვარ. რამდენი არის? აი ჩემ არავინებს ხდება. აუოდით მოცოში. შატელი მომინახულეთ წეღან. მგონი ძალიან ბევრჯერ ვართ სამსულები. ერთადერთი იმან აგვახთავანა რომ შემოდგომას ავეცონა. ერთადერთი არა ისე საკმაოდ. ნუ შემოდგომა გასაკუთრებულად შემოდგომა გააღამეს. რაღაცა კი სხვადასხვანაირი ფერებით გავამაზად. მოგეთ დიდი ხანია შატილში დავდივართ ყოველწლიურად. პირველად რო ვიყავით მოგვეწონა რა ვიფიქრეთ რომ ნახეთ მეტი რაღა უნდა ვნახოთ და ვფიქრობთ რომ აღარ დავუბრუნდებოდით. არა რაღაცნაირად შეჩვევა და მონატრებას წოდია. ყოველ წელს ვბრუნდებით. წედი არ ჩაგვიგდია, ვარ დავუბრუნდებოდით. წელსაც ჩამოვედით შემოდგომის სეზონზე, შემოდგომის პირველად ვართ და არანაკლებ ლამაზი ყოფილა სხვა სეზონებზე. ისე გადაყვითლებული, გადაწითლებული სხვადასხვა ფერებშია რა. ძალიან მომეცია და აიც ყველას გეჩვენებთ რომ ამოხვიდეთ და ყველა სეზონზე ნახოთ მარტო ხევსურეთი კი არა საქართველოს ყველა კუთხე იმდა რომ ყველა სეზონზე კი არა ერთ იგივე სეზონზე რომ ამოხვიდეთ სხვადასხვა წელს სხვადასხვანაირი ხდება და სხვადასხვანაირად აღიქონ ყოველ ნახვაზე რა. მოკლედ შატელი ხო ძალიან ლამაზი. ძალიან საინტერესო. საერთოდ საოცრებაზე საოცრება. თუშეთი ხო ძალიან მოგვეწონა. ყაზბეგი ხო ძალიან მოგწონს, სვანეთი ხო ძალიან მოგწონს. არა ვერ გამოყოფ რომელია უფრო ლამაზი რა. აჭა ძალიან ლამაზია. აჭა ძალიან ლამაზი და უძიო ძალიან დამღლელი. რატომ არის დამღლელი? ნახეთ ვიდეო რატომ? არ გინახავ? არ გინახავ. ой, შენ ჯერ არ გინახავ. ხო, აქ შემოდგომაზე თუ წამოხვალთ სექტემბრის მერე თბილები წამოიღეთ. რომ დათვიჯვარზე ისეთი ყინვა იყო ხელები მომეყენა. მე გვინდა ფიჩაზე იყო სეტყვაც. სეტყვაც რომელიმე კუთხე კი არა საქართველოს უნდა გიყვარდეს რა. თუ რომელიმე კუთხეში სილამაზე ვერ აღიქვი, უბრალოდ ცუდ განწყობაზე იყავი ესე იგი, თორე არ არსებობს კუთხე საქართველოში, რომელსაც განსაკუთრებული ესთეტიკა არ აქვს. ზაგერიათ ამიტომ ბავშვებმა მარტო კი არ უნდა იაროთ, უფროსებს უნდა გაყვით. ანუ თამართან უნდა დარჩენილიყავი. აქ უკვე ბავშვებმა დაასრულეს სურათების გადაღება იმ ხედზე და ხედის შეცვლა გადაწყვიტეს. ვაიმე. ადი და ამოგაცნე. შეიძლება ეს შენი ბოლო კადრები, ამიტომ ესთეტიურად ამოდი. ლამაზად დაბით. მოგიხმარო? არა. გოგო ლამაზად იყვირე თუ ჩავარ. მოგიდეგო უხენი. როგორ ამოდის? გავი, ესენი მიეწოდება არა? აი. ვაიმე, კაჩი.
ამო ჩემ ხელამდე მოდი რამენერია და მე ამოქცე. სუფანიკი ხარ მაგრამ. ერთი გადავიღეთ ამ ხედზე. 2, 3 7 ისე მაგერა გამოვარდა არა? ისე ეს უბრალოდ. ეს გავუშვათ არდოთში. ცოტა დავიბენით. ანუ გადაყვედით ხო? სად გადავიდეთ ეს ამოცო? აბაიმე, არდოთში. ავირი ეღვეშო. ისე ვშია რა ფერი აღარ ვახშო. შეგიძლიათ აიხედოთ და ხელი დაუქმნით. ამ საფში ხოლმე ვარ ვიტარე ისე ფოტოში. მართა შეგეთა. ვაიმე, ვიწყე ფორდო. ჩადი და მე გამიჭირე. მე ვიქნები დამოუკიდებელი ქალიზე ხობრა. ზოგი გავერთეთ. ვინი გავი? ზოგმა ვინერვიულეთ. ვაიმე, აუ ძალიან მეშინია. ვაიმე. აი დაიჭი და ისე და. ვაიმე დედი კონა. გაჩემ, მოდი აკა, კოფი მო. მე აგმე. აღარ ვადგავე ხარსა. კაი, თეონა გამშვიდდი და წყალი. ვაიმე, გაჭუნდი. ვაიმე, თამარ არ ჩამოყვითე დარჩი. ეხლა ჩავალთ დაბლა. წვადებს დავუყურეთ. ხო, წვადებს დავუყურეთ. როგორც გითხარით, ადგილი შერჩეული გვაქვს და იმედი არ დაგვაწრეს. გამარჯვებიანები აუნა ცხოები მოდი. ნამცხორის ჭამე? წეღა. მოიპარე? რა მაგარი გემრიელია პოსტავი წარმოიდგინე. ნამცხორი კი უფრო პეჩენია სავითარი რაღაც გულია. რა და ძალიან გემრიელია. აი ვეთქი ცოტა მომწეს და გავაკეთებ ხოლმე. სიო, ამბანი გავგაზოთ. ადის დროა. I
და ასე დასრულდა ჩვენი ხევსურული თავგადასავალი. ასე პოლიფონიურად და ბოდიში ამისთვის. მოიცა რამდენი არიან? წამოდი მერე ხალე. აღვევით ყოფილა საუსი აქოურობა. ოღონდ დაულოდით და დავიშალეთ. აველით სახელსაკენ. მიერი მოგზაურობა გამოგვიდა. ბოლოს ლუკონემა შევჭამეს. აი, მეგობრებო.